პირველი ტელევარსკვლავები და ისტორია, რომელიც 58 წლის წინ დაიწყო. დღეს ჩვენ მოგიყვებით ჩვენზე და მთაწმინდის პარკში გახსნილ სამ ვარსკვლავზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით პირველი არხის ცნობილ ტელეწამყვანებს ჟანეტა არჩვაძეს, თენგიზ ნათაძეს და ნუგზარ ჯუღელს ვარსკვლავების ხეივანში უმასპინძლეს. საქართველოს პირველი ტელევიზია და შეხვედრა მონატრებულ სახეებთან. მარიკა შალიკაშვილი არხის საბიბლიო ტრადიციის შესახებ გვიამბობს, რომელსაც გასულ წელს ჩაიყარა საფუძველი. ქართული ტელევიზიის 58 წლის იუბილეზე ტელეწამყვანების ჟანეტა არჩვაძის, თენგიზ ნათაძისა და ნუგზარ ჯუღელის სახელობითი ვარსკვლავები მთაწმინდის პარკის ვარსკვლავურ ხეივანში საზეიმოდ გაიხსნა. ვარსკვლავზე და ვარსკვლავებაზე არასდროს არ მეთქრია და არც მიოცნებია. უბრალოდ სასიხარულოა, გაგეხარდება, გესიამოვნება და უფრო კარგი ის არის, რომ ბევრი ჩემი ძველები ვნახე, მიულოცე, მომეცა საშუალება, მოვფერებოდი მათ. ეს არის საოცარი რამ, რომელიც უნდა განიცადო კაცმა. ამის ნახვა არ შეიძლება. უნდა შენ თვითონ იყო მაგის მომწრე და თავარი გმირი. მე ვიყავი. ფიქრობ, რომ დღეს უკვე მეორედ გაიხსნა ჩემი ვარსკვლავი. მე იმ დღეს ვთვლი, ჩემი ვარსკვლავის გახსნა 24 წლის წინ, როდესაც ჩემმა ტელევიზიამ 1990 წელს მომანიჭა სახალხო არტისტის წოდება. ის იყო უკვე ჩემთვის ვარსკვლავის გახსნა. ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიამდე ქართული ტელევარსკვლავები 2 საათის განმავლობაში გადაცემა 60 ვაშლებს სტუმრობდნენ. მათ ტელევიზიაში გატარებული წლები გაიხსენეს და ქართული მაუწყებლობისა და მათი მუშაობის პირველ ნაბიჯებზე ისაუბრეს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ ტელევიზიას 58 წელი შეუსრულდა და ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც პირველები გამოჩნდნენ ეკრანზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გახარებული ვარ ამ დღით, იმიტომ რომ მეც ამასავით მიხარია. ღვაწლმოსილი ქართველი ტელეწამყვანებისთვის ვარსკვლავის გახსნის იდეის ავტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჩართოლანია. ტრადიციას საფუძველი ზუსტად 1 წლის წინ ჩაეყარა. შარშან გამოჩენილი ტელედიქტორების ლია მიქაძის, ჯულიეტა ვაშაყმაძისა და ალექსანდრა მაჭავარიანის ვარსკვლავები გაიხსნა. სწორედ ამ ადამიანებისგან საშუალებით ტელევიზია კულტურას, ხელოვნებას, ისტორიას, ინფორმაციას ყველაფერს გასცემდა ხოლმე მაყურებლისთვის და ეს იყო ერთგვარი საგანმანათლებლო ცენტრი, საიდანაც მოდიოდა დიდი განათლება და მე მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები იყვნენ ძალიან დიდი კონკურსში შედეგად შერჩეულები. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემ კოლეგებსაც გაუხსნეს ვარსკვლავები. ღირსნი არიან, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ჩვენ შეწირულები ვიყავით და აი ასე მუშაობდით სულ და ძალიან დიდი ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა ხალხმა რასაკვირველია, ჩვენმა ტელევიზიამ დაგვაფასა და აი ეს საჩუქარი გაგვიკეთა. მთაწმინდის პარკი მოხარულია, რომ უკვე მეორედ ჩვენს ტერიტორიაზე გაიხსნა 3 ასეთი სახელგანთქმული ადამიანის ვარსკვლავი. საქართველოს ტელევიზიას არაერთი ღვაწლმოსილი ტელეწამყვანი ჰყავს, რომლებსაც ყველა თაობის მაყურებელი კარგად იცნობს. ტრადიცია მომავალ წელსაც გაგრძელდება და სატელევიზიო ანძის მიმდებარე ტერიტორიას კიდევ მრავალი სახელობითი ვარსკვლავი შეემატება.